და რომ არა ის საქართველოს დღეს საქართველო სულაც არ ერქმეოდა 1827 წლის 8 ნოემბერს დაიბადა თანამდე ვიუკვდავის სული საქართველოსი მარად ჩვენი თანამედროვე ილია ჭავჭავაძე ავტორის სიტყვებისა მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა ავტორის სიტყვებისა ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ რომ წარვუძღვე წინაერსაკი წარვუძღვა კიდეც ავტორი სიტყვებისა აწყო თუ არ აღცხალობს მომავალი ჩვენია და მომავალი გულახდილად გეტყვით ობიექტურები თუ ვიქნებით მომავალი მართლა ჩვენია საქართველოსი და ჩვენი საქართველო ელებისა ვინც ვიყავით ვართ და ვიქნებით ამ ქვეყნისათვის საქართველოსათვის ილიას ქვეყნისათვის გამარჯობა მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი ეს არის კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა ახლა ვთქვათ ეს სიტყვა ასე ვთქვათ იმას რასაც აკეთებს თუ მუშაობა ჰქვია ვთქვათ ასე ვიკითხოთ ასე სად მუშაობს ირაკლი კობახიძე სად და მთავრობის თავმჯდომარე პრემიერიაო იტყვით თქვენ და მართალი ბრძანებაა განა არა კობახიძე პრემიერად ოღონდ ივანიშვილის პრემიერად ბიძინა ივანიშვილის ხელდასმულ პრემიერად მუშაობს ფორმალურად ჯერაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარედ მაგრამ ამ შემთხვევაში როცა დავსვიკითხვა სად მუშაობს კობახიძე მეთქი თანამდებობას არ და შენობას მის მისამართს ამ შენობის მისამართს კი გულისხმობდი მთავრობის სახლი პრემიერის ადმინისტრაცია პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს ბევრმა თქვენგანმა იცის პავლე ინგოროყვას ქუჩას კი ადრე ფელიქს ძერჟინსკის ქუჩა ერქვა რკინის ფელიქსისა რომელიც ჩეკას ხელმძღვანელობდა მან კობახიძის არ იყოს ხო კობახიძის არ იყოს საუკეთესოდ იცოდა და კობახიძემაც საუკეთესოდ იცის როგორ მუშაობს რეპრესიული აპარატი იცოდა ძერჟინსკიმ როგორ უნდა შეეთითხნა პოლიტიკური საქმეები კობახიძემაც იცის ეს და ივანიშვილებაც საშინელი კაცი იყო ძერჟინსკიგან არა წითელი რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი ავტორი კიდევ ერთხელ გესალმებით გამარჯობა კიდევ ერთხელ მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი ეს არის კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა რომელიც რასაკვირველია პოლიტიკური შინაარსისაა პოლიტიკურია განა არა ხოლო მისი მონოლოგი იგივ ედიტორიალი არის ჩემი არა დეკლამაცია არამედ ვერბალური დეკლარაცია რომელსაც უთუოდ შემოგთავაზებთ მანამდე კი არა ძერჟინსკიზე არამედ სწორედაც რომ პავლე ინგოროყვაზე ვთქვათ შემდეგი ორი სიტყვა თავიდანვე ვიკითხავ სად მუშაობს ვიკითხე ხო სად მუშაობს ირაკლი კობახიძე კვლავ ვიკითხავ სად მუშაობს ირაკლი კობახიძე ის არა ძერჟინსკის არამედ პავლე ინგოროყვას ქუჩაზე მუშაობს ოღონდ პრემიერად წოდებულს რომ ვკითხოთ ვინ იყო პავლე ინგოროყვას საეჭვოა სრული კარგი კომპეტენტური პასუხი გაქვს ეს და განამხოლოდ მან პრაქტიკულად არავინ ქართული ოცნებიდან არ იცის არ შეიძლება რომ იცოდეს ვინ იყო პავლე ინგოროყვა ხოლო თუ ვკითხავთ ვინ იყო ფელიქს ძერჟინსკი კობახიძე უვიცით კი უფრო სიტყვა უხვი იქნება მეტი იცის მან ძერჟინსკიზე ვიდრე ინგოროყვაზე არა პავლე ინგოროყვა უბრალო კაცი გულახდილად გეტყვით სულაც არ იყო არა ჯერ ერთი ხელმომწერია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის 1918 წელს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უდიდესი მეცნიერია მაგალითად დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 2 წლით ადრე 1916 წელს მას გამოცემული აქვს თამარ მეფის ბევრს გაუგია მე მგონი ცოტას გალობანი ვარძიისანი ხოლო შემდგომ წლებში ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე 1993 წელს გარდაიცვალა ასეთი ნაშრომები რუსთაველიანაზე რუსთაველი და მისი პოემა რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა შოთა რუსთაველიანას ეპილოგი და ასე შემდეგ ხო დიდი მეცნიერია მეთქი რომელიც სტალინმა დაინდო არა ალბათ ეს მარტებული სიტყვა ბოლომდე სტალინმა უბრალოდ მას ხელი არ ახლო მას ხელი შეუწყო კიდეც დიახ ინგოროყვა გადასახლებული რეპრესირებული ზოგადად რეპრესირებული არ ყოფილა მან ორჯერ 53 და 71 წლებში 1953-სა და 1971-ში გამოსცა ვეფხისტყაოსანი აგრეთვე ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული მონოგრაფია გიორგი მერჩულე და აქვე ვიტყვი რომ ამ მონოგრაფიაში აფხაზეთის შესახებ გაკეთებული ზოგიერთი დასკვნის გამო მას უარი ეთქვა აკადემიკოსად უკვე სტალინი აღარ არის ცოცხალი უბრალოდ არჩევაზე ოღონდ ეს კვლავ ვიმეორებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ თუ არ ვწდები
თუ არ ვჩდები 55-ში სტალინი 53-ში გარდაიცვალა. ეს 55 წელს მოხდა. მეტიც ეს ნაშრომი საბჭოთა ცენზურამ სტამბიდან ამოიღო მთლიანად და ტირაჟის დიდი ნაწილი გაანადგურა კიდეც. ამას გარდა ინგოროყვას, პავლე ინგოროყვას გამოცემული აქვს მე-5-მე-10 საუკუნეების ქართული სასულიერო პოეზია და მანამდე უცნობი პოეტ ჰიმნოგრაფების თხზულებანი. დიახ, სწორედ მან მოიზია 30-ზე მეტი ჰიმნი და 1200 თუ მეტი საგალობელი და გარდა ამისა მან გამოსცა გიორგი მერჩულეს, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ქართლად ფრიადი, ქვეყანა იაღირაცხების, ვისაც ახსოვს ეს მოკლედ მასშტაბური კაცი იყო პავლე ინგოროყვა, რომელიც და კარგია რომ არ დამავიწყდა, გამოსცემდა ჟურნალ კავკასიონს 20-იან წლებში უკვე შემდგომ აკრძალულს საბჭოთა ცენზურის, საბჭოთა ხელისუფლების მიერ, იმიტომ რომ ეს გამოცემა საბჭოელების აზრით შოვინისტური იყო, ასე ითქვა მაშინ შოვინისტურიო, ასე ამბობდნენ მაშინ, ხო და ამ დიდი მოღვაწის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს მთავრობის ადმინისტრაცია, ადრე ძერჟინსკის სახელობისა იყო ეს ქუჩა, ტყუილად არც ეს წარმობით გვაქვს, არც ეს მithქვავს და არც ის რომ ადრე საბჭოთა პერიოდში კვლავ ვიმეორებ ფელიქს ძერჟინსკის სახელს ატარებდა ეს ქუჩა, რომელსაც ანუ რკინის ფელიქს იმის მემილიონედ დროსაც კი არ დავუთმობ, იმიტომ რომ სიტყვა მაქვს სათქმელი უფრო მნიშვნელოვანი. ხო, პავლე ინგოროყვაზე ბევრი თქვი, ხოლო ძერჟინსკიზე ორ სიტყვასაც არ ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრი და მნიშვნელოვანი სიტყვა მაქვს სათქმელი. ეს სიტყვა იწყება ასე იწყება, როგორ ფიქრობთ, ვისი კონცეპტუალურად, აი, სხვაგვარად გავიაზროთ, კონცეპტუალურად ვისი მემკვიდრე არის, ვისი მემკვიდრეა ირაკლი კობახიძე, ფელიქსისა თუ პავლე ინგოროყვასი. ჩემთვის იცით, თქვენ და ხვდებით, თქვენ და თქვენთვის ეს მაღალი ალბათობით ცხადი და ნათელია პასუხი. კობახიძე ფელიქსის მემკვიდრეა. იმდენად რამდენადაც მის მეთოდებს კარიკატურულად რასაკვირველია, მაგრამ იმეორებს. აბა, ფელიქს ძერჟინსკი ხომ არ არის მართლა. პრემიერი არ არის ინგოროყვას ქუჩიდან, ეს არის ბანდიტი ძერჟინსკის улиცადან, ასე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ზუსტად ისეა მოწყობილი, ან ზუსტად ისეა ამომგდები ამ ჩვენი ქვეყნისა, როგორც რკინის ფელიქსი და მთელი ბოლშევიკები იყვნენ. აქვე ვიტყვი, რომ ამ ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელსაც მთავრობის სასახლე ჰქვია, მუშაობდნენ სხვა პრემიერები დამოუკიდებელი საქართველოსი, ცუდები, უფრო ცუდები, კარგები, უფრო კარგები პრემიერები წარსულიდან, მაგალითად სიგუა გუგუშვილი, თქვათ ჟვანია, ნოხაიდელი, კილაური, გურგენიძე და აგრეთვე ამ ხელისუფლების ყველა სხვა პრემიერის ივანიშვილის გარდა და უმრავლესობის მიმართ სიმპათიას ცხადია არ ვაფიქსირებ, თუმცა კობახიძის დარი, კობახიძის მსგავსი ფელიქსა კაცი ჩვენს ქვეყანას, მე ესე გეტყვით, არ ჰყოლია მეთქი. ამას კი ვამბობ თამამად, ვამბობ დიახ, მაგალითად ვერ გაეტირები ღარიბაშვილს თუ ბახტაძეს ან სხვას, მაგრამ ისინი ღარიბაშვილი თავისთავად ბანდიტები, რასაკვირველია ბანდიტი, ამასთან თავადაც კორუმპირებულები და კიდევ რუსეთისკენ საქართველოს წამყვანები, ღარიბაშვილი ესეთი იყო, აბარა სოდვილები, მაგრამ მაინც კრავები არიან ამასთან კობახიძესთან შედარებით და ასეთი კრავია პრაქტიკულად ყველა ის უვიციც, რომელიც მე-12 თუ მე-13 სართულზე წლები მუშაობდა, ანუ ამ შენობაში სხვათა შორის გაგახსენებთ, რომ კანცელარიაში ამ შენობაში 3 დღეც კი არ ყოფილა ივანიშვილი, აი ნაჩალნიკი, ნასტაიაწელი კობახიძისა, ოლიგარქი რომაა, იმ მთავრობის სახლში გადასვლა გეტყვით ასე იუკადრისა, როცა პრემიერი იყო, როგორ ეკადრებოდა, აბარა და ქვეყანას, რომლის პრიხმატიზაცია 2012 წლიდან დაიწყო, თავისი სოლოლაკის ქედზე აღმართული ჯოჯო სასახლიდან მართავდა ეს ოლიგარქი კაცი. შევეშვათ ბორინკა ივანიშვილს ცოტა ხანი შევეშვათ, ცოტა ხანი მაინც და მივხედოთ სწორედ კობახიძეს 2 დღის წინ მან თქვა, ჭყალები მზად ვართ, ჭყალი გაიხსნა, მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ახალი ფურცლიდან გვაქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმა კობახიძეს ჰქონია, გეგმა მკაფიო და კონკრეტული და მერე დაამატა, ჩვენს ინტერესებშია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენ მოთმინება მოგცეთ ღმერთმა, ველოდებით მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, ხმამაღალი განცხადებაა განა არა, თუმცა არაპირველი მისივე თქმით, მთავრობა ოპტიმისტურად კი არის განწყობილი, თუმცა გარკვეულწილად შეშფოთებულიცაა იმის გამო, რომ სანქციები არ არის დაწესებული ბაიდენის
პირობებში მოხსნილი და ამერიკის მხრიდან ზოგადად ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით სად არ მიდის, ჩემგვარს რომ გავს ელჩი ტალიაშვილია, მეტაბლიაშვილი, რომელ კონგრესმენს არ ხვდება, მაგრამ სანქციები არ იხსნება და არ იხსნება ბანდიტმა ძერჟინსკის ქუჩიდან ბოლოს ისიც დასცინა, რომ მათი შეთავაზება მაგიდაზეა, რომელ ანუ ბანდიტები მოთმინებით დაელოდებიან პასუხს კოკიან გაღმა ვაშინგტონიდან სასაცილო ამბავი იქნებოდა, ეს არის კიდეც ვინაიდან სათქმელია თავარი 7 წინადადება. სურვილი ერთია და მეორეა რეალობა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ამერიკამ ზედმიწევნით კარგად იცის ყველას და მათ შორის ამ ხელისუფლებად წოდებულის ყველა ჩუმი, ასე უნდა გითხრათ, აი მათი ჩუმი ჩანაფიქრი და იმასაც ასკვნის, რომ ურთიერთობის ეგრეთ წოდებული გადატვირთვა ბანდა ხელისუფლებას იმიტომ კი არ სჭირდება, რომ მართლა სტრატეგიულ პარტნიორად იქცეს დასავლეთისა ეს ბანდა ხელისუფლება, არამედ იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია შეიძინოს და ამ ლეგიტიმაციის შეძენის შემდეგაც გააგრძელოს რეპრესიული და ამასთან რუსული პოლიტიკა. თუ ესაუბრებით ალიევს, ან ლუკაშენკას თუ ესაუბრებით მე რა დავაშავეო, ამბობს, ფიქრობს ივანიშვილი, ესაა კითხვა თბილისიდან და უვიცებს ამასთან ბანდიტებს ვერა გაუგიათ, რადიახ ვერა გაუგიათ მაგალითად ის, რომ აზერბაიჯანში დემოკრატიის უკუსვლა, ნახეთ, აზერბაიჯანი რომელიც ამ დონეზეა, უკუსვლა არა, ალიევი ასეთი იყო, არის და ალბათ იქნება კიდეც. საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, გარდა ამისა ის ალიევი ლეგიტიმური მმართველია, ხო, ესია უფრო ზუსტად ფორმალური, ოფიციალური. ხოლო ივანიშვილი კი ბოდიში მომითხავია და ვინა კაცი კულისებიდან, რომელიც არ ჩანს და მართავს და ბანდიტურად მართავს და ფიქრი იმის თაობაზე, რომ შერაცხადია, ხო? საერთოდ შერაცხადია კი, არა სხვაგვარად ვიტყვი, ფიქრი იმის თაობაზე, რომ შეურაცხადია, სულ უფრო ინტენსიურია, ყველას ბევრს ასეთი ფიქრი აქვს. შეურაცხადია, ანუ არა მხოლოდ დამოკიდებულია რუსეთზე, არა მხოლოდ არაორდინალურია, არამედ გადამგდებ კიდალაცა, არამედ და ასევე არის, არამედ თუ როგორც თქვა, ასევე არის კიდალა. სწორედაც რომ შეურაცხადი კიდალა, თუნდაც იმიტომ რომ სოფლიო კონტექსტს ვერადავერ გზნობს, ვერადავერ ხედავს, ვერადავერ ანალიზებს. მაგალითად, ვერაფრით ჩახვდა ბიზინა ივანიშვილი ერთ უმნიშვნელოვანეს ამბავს, რომ უკრაინა ამ ომში არ ვიტყვი იმარჯვებს მეთქი, მოდი ესე ვიტყვი, ამ ომში უკრაინა რუსეთთან არ და ვერ მარცხდება, ჩვენ არ ვიცით სიხარულით დახტის თუ არა. ივანიშვილი მაშინ როცა გაიგებს ხოლმე ამბავს, რომ რუსეთმა რა მცირე წარმატებას მიაღწია სადმე კონკრეტულ სოფელთან, მაგრამ ხვდებით რომ როცა ეს ესმის, როცა ამას იგებს, წასდება ხოლმე გავარილჟეა რასიუ მატუშკუ ნე აბიგრაც, ანუ გეუბნებოდით მე რომ აი ამ დიდვეება რუსეთს, დედა რუსეთს ვერც ვერავინ დაამარცხებს, ამას ხომ გეუბნებოდით, ამას იმეორებს. გულში მაინც ივანიშვილი გულში უნდა ჩახვდე რას ფიქრობს და ის ფიქრობს რომ უკრაინა დასამარცხებელი არა, ეს ჰიპოთეზაა, რასაკვირველია, თუმცა ყველა აზრი, რომელსაც მისი პაჟები გვიზიარებენ უკრაინის თაობაზე, ამ სულისკვეთებისა რუსეთს უნდა გაწოლოდა უკრაინა. რუსეთისათვის უნდა დაეთმო უკრაინას. ზელენსკი დამნაშავეა, ვინმე კარის ფილოსოფოსიც ამბობს ამას და არა ვინმე კობახიძე თუ პაპუაშვილის და ამერიკაში ამას უთუოდ ხედავენ ისინი გამადიდებელი შუშით აკვირდებიან შათირიშვილსაც, კობახიძესაც, ივანიშვილსაც, ივანიშვილის პაჟებსაც აკვირდებიან, რომ ვიცოდეთ, მაინც კარგადაც აკვირდებიან. ბოდვა, რომ ვინმე ეპატიჟებოდა საქართველოს ომში, მხოლოდ ბოდვა, რასაკვირველია, საქართველოს არავინ ეპატიჟებოდა, იმედისა და პოზიტივის მაყურებლის ნაწილზე მუშაობს ეს ბოდვა და არაუმეტეს და ვაშინგტონში კი დიდ გაუგებრობას იწვევს ეს ოხერი მთელი 30 და მეტი წელიწადი. 30 და მეტი წლის განმავლობაში თქვენ სუვერენიტეტს ვიცავდით და თქვენი დამარცხება, ანუ ომში ჩართვა, აბა რად უნდა გვდომებოდა. მართლაც ამას ამბობენ ვაშინგტონში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელმაც ამ ქვეყანამ უზარმაზარი წილი დაიდო წვრისა და აღჭურვილის პროგრამაში, ანუ ჩვენიც გაჯარის გაწმენაში 2008 წელს, რომ არა შეერთებული შტატები საქართველოს როგორც სახელმწიფო არ იარსებებდა. აბა რად უნდა გვდომოდა თქვენი ომში ჩართვა, ამას ფიქრობენ, ამას ამბობენ ვაშინგტონიდან, ესაა ხრება ჩეჩილი ვაშინგტონის
პასუხი, თუმცა ოკეან გაღმა იმასაც აანალიზებენ, რომ ოფიციალური თბილისის ეს სიტყვა მისი, ანუ თბილისის არა FSB-მ შეიმუშავა ეს მესიჯი და ადგილობრივ შიზოიდებს წარმოადგენენ, ხო, შიზოიდებს და ხმამაღლა ვამბობ ამას, რომლებიც აკი გითხარით, იმიტომ ეს სწრაფია აღიარებას ამერიკიდან, რომ ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური რეპრესიების უფლება მიიღონ. ხო, ლეგიტიმაცია რეპრესიებისა და ლეგიტიმაცია საქართველოს რუსეთში გადასროლისა, მომეცით უფლება საქართველოს ვაქციო გრუზიად, ესაა ივანიშვილის მთავარგზავნილი. და ამის თვალსაჩინოება ეს გაუთავებელი კითხვა, შეკითხვა, რატომ არ გმობს დასავლეთი ეგრეთ წოდებულ რევოლუციას 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმს თუ რაღაც ეგეც რაღაცა ბრიუსელი და ვაშინგტონი არც კადრულობენ ამ დეტალებამდე ჩასვლას და პაპუაშვილის ინტერესს ვერაფრით ვერ აკმაყოფილებენ და ეს პაპუაშვილი კი სისხამი ღვიძებს და ყოველზე ან ყოველდღე ამაზე ლაპარაკობს, მე მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ბანდიტს ან სხვა ბანდიტებს განვუმარტო და უთხრა ასე. დიახ, თუ ეს იყო გადატრიალების მცდელობა, ცხადია ეს დასაგმობი არის ან იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ყურადღებით მომისმინეთ ორდინალურ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების დემოკრატიული მანდატი თავისთავად არსებობს, როგორც ასეთი, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ეს მანდატი ოცნებას არ აქვს. მას თავად უწოდებენ, მას თავად მიიჩნევენ, მოიხსენიებენ, მოძალადეთ ის თავადაა გადამტრიალებელი და მისი დანაშაულები შეუდარებლად დიდია, მაღალია, ვიდრე შეცდომები პაატა ბურჭულაძისა ან სხვა ნებისმიერი პირისა, ვინც მისი მოწინააღმდეგეა თუნდაც არასწორი მეთოდებით და არასწორი იარაღით. ახლა მიუბრუნდეთ თემას, რატომ არ ელაპარაკება ვაშინგტონი თბილისს, მე გითხარით, რომ 7 ფაქტორი არსებობს, მეთქი და ხისიერად ვთქვათ, შემდეგი ამერიკა, ისევე როგორც მთლიანად დასავლეთი ოცნების ბანდა ხელისუფლებას არასოდეს ვიმეორება, არასოდეს დაელაპარაკება შემდეგი მიზეზების გამო და ახლავე გეტყვით რატომაც, თუმცა აი ახლა კი მინდოდა ამის თქვა, მაგრამ მოდი ჯერ კონგრესმენ ჯო ვილსონის ერთი სტატუსი ჩავიკითხოთ, ერთ სტატუსს გავეცნოთ. გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობრებთან გაიქცა და ამ ავადმყოფურ რეჟიმთან ურთიერთობა გაამყარა, რომელსაც მის აბანძე სახელმწიფოს უწოდებს. ქართული ოცნება იტყვება აშშ-თან გადატვირთვის სურვილზე. სწორია, მართალია ჯო ვილსონი. ჩვენ კი დაუბრუნდეთ თემას, რატომ არ ელაპარაკება ვაშინგტონი თბილისის დამატებით და აი რატომ. პირველი, გასული წლის 26 ოქტომბერს და 28 ნოემბერს ამ ბანდა ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. დასავლეთისათვის ეს, რომ ვიცოდეთ, მაინც მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებმაც უნდა იცოდნენ, ეს არის წითელი ხაზი, ძალაუფლების უზურპატორებს არავინ ესაუბრება. ძალაუფლების უზურპაცია, სახელმწიფო გადატრიალება მოხდა გასული წლის 26 ოქტომბერსაც და განსაკუთრებით 28 ნოემბერს. მეორე, ოცნების ბანდამ ყველაფერი გააკეთა ქვეყნიდან და რეგიონიდან, ეს უმნიშვნელოვანესია ამერიკის ამოსაძირკვად, გასაძევებლად, ამერიკის ინტერესების ყოფისათვის გააკეთა ყველაფერი და ამას შეერთებული შტატებიდან ოკეან გაღმიდან არავის პატიობენ. მესამე, პარალელურად ამ კონტექსტში ბანდამ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი დაუთმო ამერიკის ძირეულ და კონცეპტუალურ მინიმუმ ორ მოთამაშეს, ჩინეთს და მნიშვნელოვანია ეს და რუსეთს. ეს უმნიშვნელოვანესია, რაც წითელი ხაზი მეორე ვახსენებ, ხო? ამ წითელი ხაზის მორიგჯერზე გადაკვეთა. მეოთხე, ყალბი წინადადების ქსურს ურთიერთობის გადატვირთვა ამერიკასთან, ამის პარალელურად ბანდა ხელისუფლებამ პირდაპირ მნიშვნელობით შეურაცხყო ამერიკის პოლიტიკური ელიტა პრეზიდენტის ჩათვლით. მე რომ ამას აკეთებს ჩათილიშვილი, გაგონიათ რომ კობახიძე არ იმეორებს, მე რომ ამას აკეთებს რომელიმე პროპაგანდისტური არხი, გგონიათ რომ პაპუაშვილი იგივეს არ ფიქრობს. არაერთხელ უწოდა ოცნებამ და მისმა ბანდამ Deep State-თან დამარცხებული ტრამპს ან Deep State-ის აგენტი. მეხუთე, მან ძირი გამოუთხარა ფუნდამენტურ თავისუფლებებს და სადამ მოეპოვებინა მანდატი ოპონენტების ცენზურით. ამაზე ლაპყურადღება გაამახვილა არა საქართველოს კონტექსტში, მაგრამ JD Vance-მა მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენში და ეს სიტყვები ვიცე-პრეზიდენტისა, მომავალი მაღალი ალბათობით პრეზიდენტობის კანდიდატისა, რასაკვირველია,
აქტუალურია შევიწროება ოპონენტებისა და პატიმრება, ხო? ანუ იძერჟინსკა ქართული რუსული ოცნების ხელისუფლებამ მე-6-ე მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს რუსეთის ჩასაძირად განწირულ გემში გადასროლისათვის. ეს არ არის უბრალო ამბავი, საქართველოს ჰქონდა სულისკვეთება, საქართველო იყო frontline country, საქართველო იყო პირველი ანტირუსეთული ქვეყანა და ახლა პირველი თუ არა მეორე რუსეთული ქვეყანა ბიზინა ივანიშვილის მეოხებით მე-7 მისმა არაფორმალმა მმართველმა ივანიშვილმა არც იქადრა მიიღო წერილი სახელმწიფო მდივან რუბიოსი, რომელშიც სწორედ ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობებზე იყო საუბარი. საკმარისი არგუმენტებია ცხადია, ხო, უამრავი სხვაც არსებობს, ალბათ კი ესეც საკმარისია, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი არგუმენტი, რომლებიც ოცნების ძერჟინსკი ბანდას სრულ კეთროვანად აქცევს დასავლეთში და ერთ-ერთია რუსეთის მიერ მისი ქება რუსეთისა ამ ქვეყნის ისტორიული და გახანგრძლივებული მტრისა. რუსეთი აკებს დღევანდელ საქართველოს და ვაშინგტონი შესანიშნავად ხედავს, რომ არ შესაქები საქართველოს სწორედ მოსკოვის პარტნიორია. აი ამ კონტექსტში მოვისმინოთ სერგეი შოიგუს. ეს სერგეი შოიგუ პატარა კაცი კი არა, ჯერ ხო თავდაცვის მინისტრი იყო, ახლაც თანამდებობაზეა, მაგრამ 90-იან წლებში უშუალოდ იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ და ამაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერ მისი ერთი комментарий. Властям в Грузии удалось противостоять против деструктивных действий по дестабилизации обстановки в самой Грузии во время одних выборов, других выборов. კვლავ ვიკითხოთ ვინა შოიგუ, ვინა სერგეი შოიგუ, რუსეთის მაღალ ჩინოსანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ გარდა ამისა შოიგუ არის ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოს 90-იანებში იარაღით ხელში დანგრევას შეუწყო ხელი. გასული საუკუნის 90-იანებში ის იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ, ის გასცემდა ბრძანებებს ქართველების მკვლელობის და ქართველების მოკვლის თაობაზე და რაღაცია ის ისტორიული მტრის, ანუ რუსეთის მარადიული მტრის რუპორია, ხო? ამას ამბობს არა მხოლოდ შოიგუ, მედვედევი, პუტინი, ლავროვი, ყველანი ასე ფიქრობენ, როგორც შოიგუ ახმიანებს, ხო და როცა კონკრეტული შოიგუ გაკეთებს შესაბამისად გაკეთებს სრულიად რუსეთი და ეს კი მადასტურებელია, რომ შენს ამ სრულიად რუსეთის ახარ ამერიკისათვის და დასავლეთისათვის მით უფრო დღეს სრულიად მიუღებელია ყველა ვინც მოსკოვს ეკურკურება, ვინც მოსკოვის სიმპათიას იწვევს, პარალელურად ევროკავშირს აკრიტიკებს და ჩინეთს კი, ეს იცით ხო, კობახიძემ რო თქვა, რომ ჩინეთი სამაგალითო ქვეყანაა, ჩინეთს კი სამაგალითო ქვეყანად სახავს. კიდევ ერთი ამბავი, რაც ჩემი აზრით კარგადაა გასააზრებელი, ესაა საქართველოს გეოსტრატეგიული შუა დერეფნის წამყვანი სახელმწიფოს ფუნქცია. ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება ზერჟინსკები, აკაურები ამბობს ხელისუფლება, რომ საქართველოზე გადის რა შუა დერეფანი, ანუ დამაკავშირებელი მარშრუტი დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. ამის გამო ამერიკა და დასავლეთი იძულებული იქნება დაამხაროს ურთიერთობები საქართველოს ამ რეჟიმთანაც კი ადრე თუ გვიან და ესეც გულახდილად გეტყვით, ეს არის არსებითი ტყუილი ავხსნი, რატომაც პირველი ტრიპის, ანუ ტრამპის გზის, სომხეთ-აზერბაიჯანის გზის სახით უკვე შეიქმნა არა კონკურენტი, არა იმდენად კონკურენტი, არამედ ერთგვარი ალტერნატივა. ეს არ ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის არასწორი ტოპონიმიკა აზერბაიჯანური, მაგრამ მაინც ესე ვიტყვი, ზანგეზურის დერეფანი ერთადერთი არის, მაგრამ ის ერთადერთი იქნება თუ საქართველოს ადეკვატური მოთამაშე თავად არ გახდება. დიახ, თუ საქართველოს არ ითამაშებს იმ წესებით, რომელსაც დემოკრატიული და ჩვენზე მეტად დემოკრატიული, ანუ ტრადიციების თვალსაზრისითაც ჩვენზე ბევრად გამოცდილი მრავალწლიანი დემოკრატიული ქვეყნები სამყარო ადგენს და მისი ხელისუფლება ცალსაჯდომიანი, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ცალსაჯდომიანი ორსაჯდომა იქნება, ანუ თუ ის ისაუბრებს ეგრეთ წოდებული საქართველოს ინტერესებზე, ოღონდ ამ ინტერესებს ჩასვამს მოსკოვის კონტექსტში, მოსკოვის ინტერესებში, ამერიკული ინტერესი საქართველოსკენ შუა დერეფნის კონტექსტში არ იქნება გათვალისწინებული. ვიტყვი სხვაგვარად, დასავლეთი საქართველოს ამ შემთხვევაში კი არ მიატოვებს, ეს მნიშვნელოვანი სიტყვა იქნებოდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად სხვა სიტყვას ვიტყვი. საქართველოს დასავლეთი შეერთებული შტატები მათ შორის გამოტოვებს უფრო და
არა მიატოვებს. დიახ, მაშინ როდესაც შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის გარშემო, უნდა ვთქვა ასე, წრე შევიწროვდეს, რუსეთი ეკონომიკურად მოახჩოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ბიზნესამ ვერა და ვერ გაიგო. რუსეთის დამარცხების არა მხოლოდ არ სჯერა ამ ოლიგარქ კაცს, არამედ არც უნდა რუსეთის დამარცხება და როცა ასე მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აფორმებს გარიგებების თელწყებას, რომლებიც მდიდარ წიაღისეულსაც ეხება რკინიგზასაც, ენერგომატარებლებსაც, ნავთობსაც და კიდევ ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შემცირებაზეც არის საუბარი ირიბად, ამ დროს მას სჭირდება შეერთებულ შტატებს მეტი და მეტი პარტნიორი, მეტი და მეტი ადეკვატური მოთამაშე, ხოლო საქართველოს ასეთი სამწუხაროდ არა, ანუ მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, მათ შორის ის, რომ ჩვენ შავი ზღვის ქვეყანა ვართ, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთისათვის მისაღებ სივრცედ ვიქცევით, იმიტომ ვერ ვიქცევით, რომ ყველა ხვდება მთავარს ოღრაში ივანიშვილს, შუა დერეფანიც კი, იმიტომ სჭირდება, რომ აქ აღარ იყოს ნატო და დასავლეთი განამტკიცოს საკუთარი ძალაუფლება, ვინც ის მემკვიდრეობით გადასცეს კიდეც ოჯახის წევრებს და შუა დერეფანი კი დაუთმოს ჩინეთსა და რუსეთს. დიახ, ივანიშვილი დამოუკიდებლად იმისა, რას ამბობს მისი რომელიმე პაჟი, იმ ჭკუაზეა, ხო, რას ყველამ ვიცით, ის კლავინდებურად კითხულობს რა, ესეთ თქვა თავის დროზე, ხო, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე. ასეთი არაადეკვატური ლიდერი კი რეგიონის უსაფრთხოებისათვის საშიშია, მას ასანთი უჭირავს და შეიძლება გაქრას რუსეთს, რომელიც გვარიანად დასუსტებულია რეგიონში კავკასიაში, უთუოდ ოდესმე იქნება და მოუნდება რევადში სომხეთზე და აზერბაიჯანზე რეგიონზე და უკეთეს საპლაცდარმო პარტნიორს, უკეთეს ვიდრე ივანიშვილია ის ვერ იპოვის. ეს ყველაფერი მოხდება ალბათ უფრო, ესე უნდა ვთქვა, უკრაინის კონფლიქტის დასრულებისა და რუსეთის მოფერიანების შემდეგ, ოღონდ მანამდე გაცილებით, მანამდე ივანიშვილმა რუსეთის დავალებები უნდა შეუსრულოს და ერთ-ერთი მთავარი დავალება ის თქვენ საქართველოს რამდენი ხანია ამ თემაზე ლაპარაკობ და ახლა ლაპარაკობს ბევრი ლაპარაკობს საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რისკენაც ის სანობიზი და ივანიშვილი მიგვაქვანებს მირბის თავად თავქუდ მოგლეჯილი და ქვეყანასაც მიაქანებს. ამ თემაზე აღარ გავხურდები, აღარაფერს ვიტყვი იმაზეც, რომ თუ ვინმე შლის ივანიშვილის მზაკვრობებს, ივანიშვილის ღალატს, თუ ვინმე ხედავს და ეწინააღმდეგება, ეს ქართული საზოგადოება არა მხოლოდ რუსთაველზე გამოსული, არამედ ზოგადად საქართველოსთვის ყოფი საზოგადოება, რომელიც ის სიგრძეგანებს, რაც აკეთებს ივანიშვილი, რომელსაც ეხება ახლა რომ გაჩვენებთ ის ვიდეო რგოლი. რამდენიმე დღეც და ერთი წელი დასრულდება უპრეცედენტო ისტორიული პროტესტიდან სრული 365 დღე. რა არ მოიფიქრა ბანდა ხელისუფლებამ, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია, რომელმაც საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო, გასული წლის 28 ნოემბერს რა ჯარიმები არ დააწესა, რამდენ დღიანი პატიმრობა არ შეუფარდა მოქალაქეებს, როგორ არ დაემუქრა, როგორ არა ბულინგა რა კამპანია არა უგორა, ვინ არ ჩართო ამ საზიცხარ აღვირახსნილ პროპაგანდაში, მაგრამ პროტესტი არათუ არ დასრულდა, არათუ არ შეჩერდა, არამედ არც მინავდა და ჯიუტად, მაგრამ გასიგრძე განებით ქვეყნის მთავარ გამზირს, რუსთაველის გამზირს ყოველდღიურად კეტავენ თავისუფლების მსურველი, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები, აქაა ასაკიანიც და აქაა ახალგაზრდაც, აქაა თბილისელიც და აქაა დევნილიც, აქაა გამოცდილიც და აქაა გამოუცდელიც, აქაა მწერალი, პოეტი, ხატვარი, მსახიობი, მასწავლებელი, ექიმი, ჟურნალისტი, რა გინდა რა პროფესიის წარმომადგენელი, რომლებსაც აერთიანებთ ერთი და მთავარი გასიგრძე განება, რომ პირადად ივანიშვილმა უკვე ჩაჩეხა ეს ქვეყანა და უფრო მძიმედაც ჩაჩეხავს ვერაგი. რუსთაველის გამზირი ერთადერთი სივრცეა, რომელიც საქართველოდ ინარჩუნებს. რუსთაველის გამზირი არსებობს, დგას, ეთქავს და კიდევ ბევრჯერ იხულებს. და ბოლოს საქართველოს ოცნებობს გახდეს მნიშვნელოვანი პორტი აღმოსავლეთ-დასავლეთ
თვის ახალ მარშრუტებზე, მაგრამ ეს ოცნება ვერ ახდება თუ საქართველო არ გახდება სერიოზული და ერთგული მონაწილე შავი ზღვის ახალი მოწყობის პროცესში. შავი ზღვა ნატოს ზღვა იქნება, როცა იქნება კი არა მალე, როგორც ბალტიის ზღვა გახდა ოდესღაც ნატოს ზღვა შავი ზღვაც იქნება. შავ ზღვაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ცხადია რუმინეთი, ცხადია ბულგარეთი, ცხადია თურქეთი, რომელიც ლიდერი იქნება და ასევე თანალიდერი იქნება უკრაინა, როცა დასრულდება ომი და ეს ჯოჯოხეთის სახელმწიფო რუსეთი უკან დაიხევს. ეს ასეა. და აი ამ შავი ზღვის უსაფრთხოების მოწყობის ამბავში საქართველოს უნდა იყოს, ხო? მან უნდა აღადგინოს ურთიერთობები, უნდა იყოს ოღონდ არა ბიძინა ივანიშვილის ხელში. ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. საქართველოს წესით და რიგით უნდა აღადგინოს ურთიერთობა ვაშინგტონთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ადეკვატური გახდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის ამ შავი ზღვის რეგიონის უმნიშვნელოვანესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ბევრი დაეყრდნობა. ოღონდ ეს კვლავ მეორე ივანიშვილის ხელში არ მოხდება. აი პირველ ნაწილსაც მე ახლა მოგახსენებ შავი ზღვის კონტექსტში ამას ამბობს დოქტორი ფრედერიკ სტარი, ევრაზიის საკითხების მკვლევარი, რომელმაც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას სწორედ შავი ზღვას ვაშინგტონის სტრატეგიული გადააზრების ცენტრალური ელემენტი უწოდა. მე კი კვლავ კიდევ ერთხელ დავძენ, რომ ივანიშვილის ხელში საქართველო არათუ შავი ზღვის კონტექსტში, არათუ კავკასიის რეგიონის კონტექსტში, არათუ შუა დერეფნის კონტექსტში, არამედ საერთოდ ვერანაირ კონტექსტში ვერ იქნება ადეკვატური ივანიშვილის პირობებში. ჩვენ მის ხელში ვკარგავთ არა მხოლოდ დემოკრატიას, ეს გასაგებია, არა მხოლოდ დასავლეთს, ეს გასაგებია, არა მხოლოდ ფუნქციას და მისიას, ეს გასაგებია, არამედ გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ უკვე თავისუფლება და მოუკიდებლობასაც ამ ქვეყნისა და ქვეყანასაც. და კიდევ ნახეთ, რაც ვკარგავთ პერსპექტივას, ისტორიას, წარსულს და შესაქმნელს და იდენტობას და ბრძოლასაც, რაც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ხვდებით ხო? ამას ხვდებით რა დღეში ვართ, ხვდებით კი რომ ბანდიტები ზერჟინსკის ქუჩიდან თუ ბანდიტები ჭორვილიდან ამას გვიკეთებენ ყველას ერთად. იმედია ხვდებით, მე გემშვიდობებით ახლა ერთ ვიდეო რგოლს დაგიტოვებთ, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღეს არა, უკვე გუშინ, როგორც მე ხვდები, გიბოდიშებთ, მოკლედ გუშინ 8-ში იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. გილოცავთ. ნახვამდის. იქით უკრაინა მძიმე, მაგრამ არა გაუსაძლის მდგომარეობაში. უკრაინასთან დგომი მთელი ცივილიზებული სამყარო. ცოდნა იმისა, რომ პუტინი ჯერ უნდა შეაჩერონ, პარალელურად უნდა მოგუდონ, ანუ რუსეთი პუტლერის სახით, პუტლერის რუსეთი უნდა დაამარცხონ ისე, რომ მას აღარასოდეს მოუნდეს, აღარასოდეს შეეძლოს საკუთარი იმპერიული ამბიციების განხორციელება. აქეთ საქართველო ისიც ომში რეალურად რეალურ ნამდვილ ომში, ვინაიდან რუსეთი მის დამოუკიდებლობასაც ებრძვის და იდენტობასაც ებრძვის საქართველოს გრუზიად გარდაქმნის საკუთარი აგენტის ივანიშვილის ხელით. დასტური უამრავია ივანიშვილის աժების ყველა სიტყვა, ყველა ქმედება. ამის დასტური უკვე შემდგარი ფაქტია. საქართველო ბანდიტთა გამოისობით დასცილდა ევროპას, დასავლეთ საქართველო აღარაა დემოკრატია. საქართველო ერთი კაცის ხოშითა და დილი ხორით იმართება, ოღონდ ეს კაცი ვინიცის იქნებ შერაცხადი, სულაც არა ვინ გადაარჩენს საქართველოს ამ უმძიმეს ვითარებაში. პროტესტის უწყლეთობა, პროტესტის სიმძაფრე, პროტესტის სიმრავლე, ხოლო გარშემო ფაქტორები მხოლოდ მოგვეხმარება, მათ შორის უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება და დასავლეთი, რომელიც ქართველ ხალხს კი ნამდვილად არ მიატოვებს, თუ თავად ქართველი ხალხი არ მიატოვებს საქართველოს და იქნება საქართველოსთვის და ქართველი ხალხი რასაკვირველია იქნება საქართველოსთვის.